24 იანვარს ბათუმში გიორგი წერეთლის ქუჩის ორ ლოკაციაზე ერთმანეთის მეზობლად მცხოვრები ცნობილი ბათუმელი მუსიკოსების აწ გარდაცვლილი ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის საცხოვრებელ სახლებზე საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით მემორიალური დაფები გაიხსნა. ადამიანები ბატონი ენვერი ღოღობერიძე და ბატონი ბეხრი გოგიბერიძე ზუსტად ის იმ დონის მუსიკოსები იყვნენ, რომლებიც ჩვენის მხრიდან უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და თითქმის პროფესიიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დონტობის გამსაზღვრელია ეროვნების რა. აქედან გამომდინარე მინდა რომ დიდი პატივისცემა დაუდასტურო. ძალიან ვამაყობ, რომ მქონდა შესაძლებლობა და პრივილეგია, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვიზრდებოდი ჩემი ყმაწვილკაცობის პერიოდიდან. იყვნენ უდიდესი ხელოვანები, დიდი ოსტატები და მთელი საქართველო აფასებდა ამას. კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლიერება გამოთქვა. ცრემლნარევ ღონისძიებაზე ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის საცხოვრებელ სახლებთან პრაქტიკულად სრულიად საქართველოს მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ მოიყარა თავი. აქ შეიკრიბა ქალაქის ინტელიგენცია, აჭარის კულტურის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები, დარგის ღვაწლმოსილი მუშაკები, მუსიკოსები, ქორეოგრაფები, საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, კოლეგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მეგობრები და მახლობლები. თავდაპირველად სტუმრები ენვერ ღოღობერიძის სახლთან შეიკრიბნენ და ღონისძიებაც აქედან დაიწყო. სიტყვაში გამომცდელებმა ბატონი ენვერის დამსახურებებზე ისაუბრეს. ენვერი იყო ერთ-ერთი ულამაზესი თვითონ კულტურული ჩამოყალიბებული კაცი. მეორე რომ ხელოვანი იყო უდიდესი, რომ მთელი საქართველო პატივისცემდა. მე გავიხსენებ ერთ რაღაცას, ჩამოვიდა სუხიშვილების ანსამბლი და მედოლე ყავდათ მაგის ბაკიროვი და ავად გაუხდა. ხო და უთხრეს რომ ენვერი ღოღობერიძე ყავსო შეცვლისო იმო და მოვიდა ის და მთელი პროგრამა წაიყვანა ისე რომ რეპეტიციაც არ გოულია რო ჩეკვების ამბავში ჩაუჟინა ყველაფერი და ელიკო მივიდა და გადაეხვია ეს საზაფხულო თეატრი იყო ეს როგორ დამავიწყდება მისი ამაგი ერთი მან უდიდესი პლიადა გაზარდა მან დატოვა ძალიან კარგი ხელოვანი ხალხი მისი პროფესიით და პლუს ამას კიდე მისი დამსახურება ისაა რომ თვითონ ქართული დოლი მაგან ულამაზეთან თვითონ აკეთებდა და მე ჩუქნიდა კარგ ანსამბლებს. მუსიკოსი და ქართული დოლის ოსტატი ენვერ ღოღობერიძე 1945 წლის 27 აპრილს ქედის რაიონის სოფელ ქვედაბზუბზუში მცხოვრებ ერთ-ერთ მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. ის 4 წლის ასაკში დაეუფლა დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას. ასევე ადრეულ წლებში მისგან შეისწავლა ქართული დოლის დამზადების ტექნიკა. მოსწავლეობის დროს ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა პარკთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ გაზაფხულის დამკვირველი და მოცეკვავე გახლდათ. შემდეგ კი მუშაობა დაიწყო ამავე ანსამბლის აკომპანიატორად. პარალელურად იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ მერცხალის აკომპანიატორიც. სხვადასხვა დროს მუსიკოს აკომპანიატორად მუშაობდა აჭარ კოოპკავშირის სახალხო ანსამბლში, მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ბათუმსა და სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ხორუმში. ენვერ ღოღობერიძე ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმის შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით, დამსახურებული მოღვაწის წოდებითა და მადლობის სიგელით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდებითა და სიგელით. მიღებული აქვს საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის წოდება, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მადლიერების სიგელი, ქართული ხალხური ცეკვისა და მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მინიჭებული აქვს დამსახურებული მუსიკოს აკომპანიატორის საპატიო წოდება. მიღებული აქვს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და აჭარის მუსიკალური საზოგადოების გამგეობის მადლობის სიგელები.
აღფრთოვანებული ვარ ნამდვილად ამ თქვენი დაფასებისათვის. ისე იმსახურებდა კი ნამდვილად. სხვა წელმოსილი იყო, შრომობდა, წუთით არ ჩერდებოდა ნამდვილად. წამები გათვლილი ქონდა, თუ სახლში თუ გარეთ მუსიკა. ძალიან დიდი მადლობა. დამსახურებული მუსიკოსის მემორიალურ დაფას ფარდა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზამ ჟავანაძემ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დირექტორმა გიორგი ჭანიშვილმა ჩამოხსნეს. შემდეგ კი სტუმრებმა მორიგი საპატიო მისიის შესასრულებლად იქვე მეზობლად მყოფი ბეხრი გოგიბერიძის სახლთან გადაინაცვლეს. დღევანდელი დღე მოკლედ განსაკუთრებულია არა მარტო ჩემთვის, არამედ ასე ვიტყოდი ბათუმისთვის, აჭარისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. რამე თუ ეს ორ დიდებულ ხელოვანს, ორ დიდებულ მუსიკოს ერთდროულად გაეხსნათ აი აქ ამლამას ქუჩაზე ეს დაფა, რომელსაც მემორიალური დაფა ქვია და რომელიც არის ორი დამსახურებული ადამიანის სახელისათვის, რომელმაც თავისი ძალიან დიდი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მუსიკალურ თანხლებაში. მე მინდა ამ ადამიანების სოვნის მართლაც და მოგონების ყოველთვის ვთქვა ის განსაკუთრებულად, რომ ასეთი ადამიანები არ მოაკლოს საქართველოს ღმერთმა. რამე თუ მუსიკის გარეშე ცეკვა არ არსებობს და ცეკვის გარეშე მუსიკა არ არსებობს და საერთოდ არ არსებობს ადამიანი დაიბადოს ამ ქვეყანაზე და ის მუსიკისთვის არ იყოს. ბეხრი გოგიბერიძე დაიბადა 1931 წლის 7 მაისს ქედის რაიონის სოფელ ბზუბზუში. მუსიკაზე უზომოდ შეყვარებულ ახალგაზრდას ჯარში ყოფნისას მეგარმონეებმა შეასწავლეს დაკვრა და ერთ მშვენიერ დღეს თვითონაც გაუძღვა სამხედრო ნაწილში გამართულ კონცერტს. დემობილიზაციის შემდეგ მიიწვიეს აჭარ-კავშირის თვითმოქმედ ანსამბლში. 1956 წელს მუშაობა დაიწყო აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მუსიკოს აკომპანიატორად. სწორედ ამ ანსამბლთან ერთად ბატონმა ბეხრიმ ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ბეხრი გოგიბერიძე ხალხური შემოქმედების განვითარებაში დამსახურებისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი საშემსრულებლო საქმიანობისათვის სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია საქართველოს სესერე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდებებით. დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო წოდებით. ბეხრი გოგიბერიძის მემორიალური დაფის გახსნის პატივი მისი ოჯახის წევრებს ერგოთ. ბაბუა განსაკუთრებული ადამიანი იყო ჩემთვის, რადგან მისი ნიჭი გამოყვა ყველა შვილიშვილს ხუთივეს. მე დავამთავრე ლევას ლაღიძის სახელობის მეორე მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს პედაგოგი გახლავართ, ამჟამად ამ სპეციალობით არ მუშაობ, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა უკრავ, როცა უსვენ მუსიკას მახსენდება ბაბუა და სიამაყით ვივსები, რადგან 28 წელი გავიდა მას შემდეგ ის რაღაცა აღარ არის, მაგრამ დღემდე გასახსენებლად ვიხსენებთ დიდი სიყვარულით და არ დაგვავიწყდება არასოდეს არც მისი სული, არც მისი მუსიკა და მისი შემოქმედება და ღვაწლი, რაც დატოვა ამ ქვეყანას. ბათუმის ამ პატარა კოპწია უბანში, იქ სადაც ამ ორი დიდი მუსიკოსის ნაფეხურები ქუჩას ისევ აჩნია, კვლავ გაცოცხლდა ქართული ხელოვნების ამ ორი ამაგდარი ადამიანის ფასდაუდებელი ღვაწლი, მათი საქმე და სახელი. უმნიშვნელოვანესია, იცით რატომ? უპირველეს ყოვლისა, არასოდეს დაიკარგება მათი სახელი. ენვერ ღოღობერიძის და ბეხრი გოგიბერიძის და ეს არის მათი ღვაწლისა და ამაგის კიდევ ერთხელ ღირსეული დაფასება. დღეს დავაჯილდოვეთ სამი შესანიშნავი მუსიკოს აკომპანიატორი, ბატონი ენვერისა და ბატონი ბეხრის აღზრდილები, ქართული საცეკვაო მუსიკის განვითარება, პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და ხანგრძლივი პრაქტიკული
პრაქტიკული მოღვაწეობისათვის დამსახურებული მუსიკოს აკომპანიატორის საპატიო წოდებით დაჯილდოვდნენ მერაბ ქედელიძე, გია მელაძე და გურამ ბოლქვაძე, ზაურ ბოლქვაძე. სამივე ეს ადამიანი გახლდათ ამ ორი შესანიშნავი პიროვნების აღზრდილი და დაკვალიანებული და დღემდე ღირსეულად უძღვებიან ამ მიმართულებით თავიანთ საქმეს. ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ საქართველოს ისტორიაში გაიმართება მუსიკოს აკომპანიატორთა დაჯილდოების ცერემონიალი ქორეო მუსიკოსები 2026 ამ წლის 19 აპრილს და ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც გაიმართება წითელ ხალიჩაზე გრანდიოზულად, რასაკვირველია და ვემზადებით მაქსიმალური მონტობებით. უნდა აღინიშნოს, რომ მემორიალური დაფების გახსნით ქართული ხალხური ხელოვნების კორიფეთა უკდავყოფის იდეა საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს საზამ ჟავანაძეს ეკუთვნის, რომელიც თავის შემოქმედებით გუნდთან ერთად სრულიად საქართველოს მასშტაბით არაერთი მისაბაძი და ეროვნული საქმის ინიციატორია.